ალბი კორძაია სწორედ ბიძინა ჟამერაშვილი პოლიციელი უჩივის და ის არის მოწმე მათედევიძის საქმეში. მანამ სანამ მიუსჯიდნენ მათედევიძეს პატიმრობა, ჟამერაშვილი გამოიკითხა ერთ-ერთი დაზარალებულია, რომელიც ამტკიცებდა, რომ მოხვდა ჯოხი მათედევიძისგან და მიიღო დაზიანება. ალბი კორძაია, როდესაც ბათუმში შეხვდა ჟამერაშვილს, სწორედ შეახსენა, რომ ერთ-ერთია იბისი ჩვენების საფუძველზეც ახლა დევიძე პატიმრობაშია და სახდელის მოხდა უწევს. სწორედ ამიტომ დღეს საპასუხოდ გაიგო, რომ ჟამერაშვილმა მის წინააღმდეგ ბათუმის პოლიციაში საჩივარი შეიტანა და ახლა ელოდება რეალურად კორძაია და არ გამორიცხავს, რომ ბათუმის პოლიციაში დაიბარონ და შემდეგ უკვე სასამართლო პროცესები ჰქონდეს ჟამერაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მოტივით. შეურაცხმყოფელი სიტყვები კონკრეტულად არაფერი არ ყოფილა, ანუ ლანძღვა არ ყოფილა, გინება არ ყოფილა, უთხარი რომ წადიხეთქე კარტოფილი მეთქი და ვფიქრობ რომ ნამდვილად ეკუთვნის ეს სიტყვები. მაგრამ ყველაზე ცუდი რაც არის ამ მომენტში ის არის რომ ანუ საერთოდ ვერ შევატყვე მაგ ადამიანს ოდნავი სირცხვილი მაინც, ანუ წარმოიდგინეთ მათედევიძე ყავს ციხეში გაშვებული, ანუ ბიჭი ზის ციხეში, პატარა ბიჭი, 4 წელი და 6 თვე უნდა იჯდეს. ამ ბიძინა ჟამერაშვილის ცრუჩვენების ფონზე და ბიძინა ჟამერაშვილი უნდა ისვენებდეს, გამოდის ბათუმში და უნდა გზნობდეს თავს ძალიან კარგად. ანუ ეს რაზე მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს საერთოდ არ აქვს არც სინძისი, არც ნამუსი და არც არანაირი მორალური თვისებები. ვინაიდან და რადგანაც ანუ გინება უკვე კანონით ისჯება და წყევლა არა და თან წყევლა მე ვფიქრობ, რომ უფრო კარმულია და ბევრად უფრო მარტივად მივა ადრესატამდე, გადავწყვიტე რომ დამესწყევლა, ხო, მაგრამ ასია თუ ისია, მაინც წავიდა და საპატრულო პოლიციაში ამ მამაკაცმა ბიძინა ჟამერაშვილმა მიჩივლა. ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ ჩაწერილი ექნება შეურაცხყოფად სიტყვა ტუტუცი ალბათ და კიდევ რაღაც რამდენიმე ესეთი სიტყვა, ანუ სალანძღავი სიტყვა, რაც რეალურად აი ისეთი შეურაცხყოფელი და გინება არ არის. ერთ-ერთ საქმეზე ხვალ იქნება ალბი კორძაიას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი, მოსამართლემ უკვე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს და კორძაია არც ამ შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ადმინისტრაციული ჯარიმის ნაცვლად პატიმრობა მიუსაჯოს მოსამართლემ.